შემუშავდა მოქალაქეობის სტანდარტის პირველადი ვერსია, რომელიც ერთგვარად ავითარებს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის ფარგლებში არსებულ მოქალაქეობის სტანდარტს საბაზო და საშუალო საფეხურებზე. ამ საგანს მისი სახელწოდებიდან გამომდინარეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამაზე აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა სასკოლო სივრცეში. დოკუმენტი შედგება სამი ნაწილისაგან და პირველი ნაწილი ეხება საგნის სწავლების მიზნებს, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტიდან და ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებს და კომპეტენციებს ისახავს მიზნად, რომ განუვითაროს მოსწავლეს. მეორე ნაწილი სწავლის შედეგები ეფუძნება კომპეტენციებით სწავლების მიდგომას. მასში გადმოცემულია თუ რა უნდა იცოდეს, რა უნდა შეეძლოს და რა ღირებულებები და დამოკიდებულებები უნდა ჰქონდეს მოსწავლეს განვითარებული. სწავლის 4 შედეგი გვაქვს, ამ შედეგებთან არის დაკავშირებული შედეგების შეფასების ინდიკატორები, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტანდარტში. იგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი მასწავლებლებისთვის, რომ მასზე დაფუძნებით განავითარონ მოსწავლეთა შეფასების სისტემა და ასევე იქნება ორიენტირი თუ რა ტიპის სასწავლო პროცესი უნდა ააგონ მასზე დაფუძნებით. და აქვე არის მოცემული ეგრეთ წოდებული სამიზნე ცნებები, ანუ ის უძირითადესი კონცეპტები, რომლის გაცნობიერებას უნდა შეძლოს მოსწავლემ საგან მოქალაქეობის ფარგლებში. ეს სამიზნე ცნებები არის საზოგადოება, დემოკრატია, მონაწილეობა და მდგრადი განვითარება. სტანდარტის მესამე ნაწილს კი წარმოადგენს შინაარსი, ანუ ის თემები, რომელიც უნდა ასე ვთქვათ, შეისწავლოს მოსწავლემ, ეს არის ერთგვარი კონტექსტური შინაარსები, ძალიან აქტუალური საკითხები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე სწორედ იმ შედეგებს მიაღწევს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ისეთი თემებია შერჩეული, რომელიც ძალიან ახლოს დგას ყოფა ცხოვრებასთან და მაგალითად ასეთი არის აქ სკოლა, თემი, სამოქალაქო საზოგადოება, ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლება და ასე შემდეგ. სულ არის 8 თემა, რამდენადაც საბაზო საფეხურზე ჩვენ გვაქვს 4 წელი, 8 სემესტრი და იმისთვის რომ თემა ჩაღრმავებულად იქნა შესწავლის, შერჩეულია თითოეული სემესტრისთვის თითო მსხვილი თემა. მოქალაქეობის სტანდარტის სამუშაო ვერსიაში აქცენტი უფრო მეტად გადავიდა კომპეტენციების განვითარებასა და ღირებულებით განათლებაზე. მაგალითად, წინათაობის სტანდარტს თუ შევადარებთ, სადაც ნაკლებად იყო მიზნების ნაწილი წარმოდგენილი, აქ ძალიან, როგორც წეღან ვახსენეთ, ერთი დიდი ნაწილი შედის მიზნებისა, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან და იქ ძალიან მკაფიოდ არის წარმოჩენილი ის ღირებულებები, ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც უნდა მოსწავლემ განვითაროს და ის კომპეტენციები, რაც მოსწავლეს უნდა განუვითარდეს სასწავლო პროცესის განმავლობაში. სწავლის შედეგები ძალიან მჭიდროდ არის მიბმული სწორედ ამ მიზნებთან, ანუ აქ არის პირდაპირ იერარქია მოცემული და სწავლის შედეგები პირდაპირ გამომდინარეობს ამ მიზნებიდან. აი მაგალითად, ერთ-ერთი სწავლის შედეგია, რომ მოსწავლემ უნდა შეძლოს ადამიანის უფლებების დაცვის ან დარღვევის ფაქტების ამოცნობა, ყოველდღიური ცხოვრების მაგალითებზე დაფუძნებით და მათი, ესე ვთქვათ, გაანალიზება ადამიანის უფლებების, სამართლებრივი დოკუმენტების, დემოკრატიის პრინციპების ჭრილში და ეს ყველაფერი მან უნდა გააკეთოს ეთიკურად და ადეკვატურად მოქმედებისათვის. ანუ აი ეს ღირებულებითი მომენტი შედეგშიც ძალიან მკაფიოდ ჩანს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად არის დაწვრილებით გაწერილი შედეგის მიღწევის ინდიკატორებში, რომლებიც სათითაოდ გადმოსცემს უკვე კონკრეტულ საკითხებს, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს მოსწავლემ აი ამ შედეგის მისაღწევად. და დავამატებ აქვე, რომ სამიზნე ცნება, რომელიც აი ამ შედეგთან და ინდიკატორთან გვერდით არის აღწერილი, იქაც ძალიან დეტალებში არის მკაფიოდ გადმოცემული ღირებულებები და ასე ვთქვათ, ფასეულობები, რომელიც მოსწავლეში უნდა განვითარდეს. სტანდარტის ამ სამუშაო ვერსიაში კიდევ უფრო მკვეთრად არის წარმოჩენილი მისი კავშირი მომიჯნავე საგნებთან. მოგეხსენებათ, მოქალაქეობა შედის საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში ისტორიისა და გეოგრაფიის საგნებთან ერთად
და აი როგორც აღნიშნე სტანდარტის დოკუმენტის მიმდინარე ვერსიაში სამიზნე ცნებების მეშვეობით არის შესაძლებელი რომ ეს საგანთაშორისი კავშირები ძალიან მკაფიოდ დავინახოთ. აი მაგალითად ყოველი ცნების აღწერილობის ბოლოს მითითებულია თუ რომელი საგნის რომელ სამიზნე ცნებებთან აქვს ამ ცნებას კავშირი, რაც იძლევა საგანთაშორისი ინტეგრაციის უფრო ფართო შესაძლებლობას, ინტეგრირებული სწავლებისთვის უფრო ფართო არეალებს ხსნის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ტიპის განათლების და საგანმანათლებლო პროცესების უზრუნველსაყოფად. მაგალითისთვის ვიტყოდი, რომ სამიზნე ცნება დემოკრატია უკავშირდება ისტორიის სამიზნე ცნება ძალაუფლებას, რაც ძალიან კარგ საშუალებას აძლევს ისტორიის და მოქალაქეობის მასწავლებლებს ინტეგრირებული სწავლებისათვის. მოქალაქეობის სტანდარტის ახალი ვერსია ძალიან ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინკლუზიური განათლების ხელშესაწყობად და იგი უქმნის შესაძლებლობას ყველა მოსწავლეს თანაბრად მიიღოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც შედეგის მიღწევის ინდიკატორები, ასე ვთქვათ, გამოიყო საგანგებოდ ისეთი ფორმით, რომ მოსწყდა ის კონკრეტულ თემებს წინა ვერსიაში სტანდარტისა მოგეხსენებათ ის ყოველი ინდიკატორი ებმოდა კონკრეტულ თემას, რაც ძალიან ავრცობდა და ამძიმებდა მის, ასე ვთქვათ, გამოყენებას სასწავლო პროცესში ნებისმიერი შესაძლებლობის მოსწავლესთან და ნაკლებად ქმნიდა შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმები და ასევე დაჩქარებული და დაწევის პროგრამები, დაჩქარებული სწავლებისა და დაწევის პროგრამები შექმნილიყო მათზე დაყრდნობით. ახლა ყოველ შედეგს და მოქალაქეობაში, როგორც აღნიშნეთ, სულ 4 სასწავლო შედეგი გვაქვს, ერთვის 5-7 ინდიკატორი და რას ნიშნავს ეს, რომ ანუ შედეგი მიიღწევა არა მაინც და მაინც 7-ვე ან 5-ვე ინდიკატორის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არამედ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ზოგი მოსწავლე თუ დააკმაყოფილებს 2 ან 3 ინდიკატორს, ესეც გარკვეულწილად შედეგის მიღწევაზე მიანიშნებს. ეს სწორედ აი ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ განვითარდეს ამ ინდიკატორებზე დაფუძნებით ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, ასევე დაჩქარებული და დაწევის პროგრამები მოქალაქეობაში. მოქალაქეობის ახალ სტანდარტზე მუშაობისას კიდევ ერთი პრიორიტეტი იყო სასწავლო პროგრამის განტვირთვა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გადავედით 10+2 მოდელზე, რაც ნიშნავს, რომ საბაზო საფეხური გახდა 4 წლიანი, ნაცვლად 3 წლიანისა, რაც ნიშნავს მეტ დროს მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც, რომ უფრო ჩაღრმავებული სწავლება წავიდეს და თან ამას დაერთო ის, რომ პროგრამა თვისებრივად განიტვირთა. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ წინა სტანდარტით ჩვენ მე-7-მე-9 კლასებში ქონდა 11 თემა, ხოლო ახლა მე-7-მე-10 კლასებში იქნება 8 თემა. ანუ წეღანაც ვახსენე, თითო სემესტრში თითო მსხვილი თემა იქნება, რაც სიღრმისეული სწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მასწავლებლის დილემა იყო ხოლმე, რომ ვაიმე ვეღარ ვასწრებ რაღაც თემის გავლას, ესეთი პრობლემა პრაქტიკულად მოხსნილი იქნება. ანუ მეტი დრო, ანუ 4 წელი საბაზო საფეხურზე და ნაკლები თემა, ერთი მხრივ ეს ნიშნავს განტვირთვას, მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა სტანდარტის მიხედვით ყოველ თემას ჰქონდა მისი, ასე ვთქვათ, მიღწევის ინდიკატორები, როგორც აღნიშნეთ, ახლა ინდიკატორები მიემართება მხოლოდ კომპეტენციებს, ანუ შედეგებსა და სამიზნე ცნებების ათვისებას, შესაბამისად ეს ინდიკატორები იქნება ორიენტირებული უფრო მეტად სიღრმისეული სწავლებისკენ და უფრო მეტად კომპეტენციების ათვისებისკენ და თემები იქნება მხოლოდ კონტექსტები, რომელიც ამ ყველაფრის საშუალებას მისცემს პედაგოგსაც და მოსწავლესაც. სტანდარტის ახალმა ვერსიამ განტვირთვასთან ერთად მოიტანა ის მოცემულობა, რომ უფრო მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მიეცემათ სკოლებსა და საგნის მასწავლებლებს. საქმე ის გახლავთ, რომ სტანდარტებში მოცემული არის ძირითადი კომპეტენციების აღწერილობები და სავალდებულო თემები. მართალია თემები ის 8 თემა სავალდებულოა და იქ არის ძალიან მოკლე აღწერილობები, რას ნიშნავს თითოეული თემა, მაგრამ ერთი სემესტრის განმავლობაში ამ კონკრეტულ თემაში თუ რა საკითხი უნდა შეასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლემ, ეს ყველა მასწავლებლს და ყველა სკოლას, ყველა კათედრას ინდივიდუალურად შეუძლია რომ შეიმუშაოს
რაც მათ კიდევ ერთხელ ვიმეორებს აძლევს შემოქმედებით თავისუფლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში უფრო მეტი ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებსაც, მოსწავლეებს, მშობლებს და ასე შემდეგ.